გახსოვთ ტომი და ჯერიში ფუმფულა ტაკოიანი ქალბატონი ფანჯრის რაფაზე ღვეზელს რომ შემოდებდა გასაგრილებად. აი ეს კადრი მანდავებდა სამზარეულოში ფუსფუს და მსგავსი სიმკვიდროვის შექმნას. ამ ქალის სახის დანახვა ხო დღემდე ძალიან მაინტერესებს. დღევანდელი რეცეპტის ინსპირაცია კი ნამსხრის ფორმა გახდა და გამოგიწყობთ ძალიან ფაფუკ და გემრიელ კექს გარგით და მოცვით. ოთახის ტემპერატურის კარაქს დავუმტეთ შაქარი და გადაურიეთ. შემდეგ დავუმტეთ კვერცხი, მაწონი, გამაფხვირებელი სოდა, ვანილი და ბოლოს ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ. სანამ გარგარს დავჭრით, სომს დავაფარე ფრეკენბოგის საკვები ცელოფანი და მასივარში შევინახე. შემდეგ კი დავუმეტე კუბებად დაჭრილი გარგარი და მოცვი. ისეც გადაურიეთ და მზად არის გამოსაცხობად. საცხობ ფორმაში ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვაფენ საცხობ ქაღალდს, ზედმეტი თავის ტკივილი რომ ავირიდო. ზემოდან მორთეთ თქვენი გემოვნებით, მე ისევ გარგრის ნაჭებით, მოცვით და ნუშის პანტელით გავაფორმე. გამოაცხოთ 105 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით ზედაქვედა წვის რეჟიმით. ცხელ ზაფხულში კარგია ცივი ლიმონადი, ამ კექსაც ძალიან მოუხდება. პიტნის ფოთლები და ცოტა შაქარი კარგად დანაყეთ. შემდეგ გადაიტანეთ თასში და დავუმტეთ 3 ცალი გაწურული ლიმონის წვენი. გამოიყენეთ უცხოური ლიმონი. ქართულ ლიმონს ცოტა სიმწარე დაკრავს. შემდეგ დავუმტეთ დარჩენილი შაქარი. ჯამში 100 გრამი დაგჭირდებათ. გადაურიეთ და გადაწურეთ ცაცერზე. დაასხით 2 ლიტრი ნეიტრალური გემოს მქონე გაზიანი სასმელი. თუ მინერალური წყლით მომზადებთ, შაქრის რაოდენობა გაორმაგეთ. პროპორციებს დავტოვებ პოსტის აღწერაში. როგორც ხედავთ, ჩემმა ბარმენი არ დადგება მოუწყე აქაურობა, მაგრამ ლიმონადი კარგი გამოვიდა და კექსი ხო საერთოდ. გემრიელად მიირთვით. თუ გაგახსენდათ ტომი და ჯერი, გელით კომენტარებში.